გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. ეხლა გაჩვენებთ ნივთს, რომელიც გადმომიგდეს ეზოში. რა თქმა უნდა, შევამოწმე ქანქარის საშუალებით მაშინვე და ბედზე ხელთათმანებიც მეკეთა, ყვავილებთან ვიყავი, რაღაც ვარდის კალმები მაქვს და იმათ ვამოწმებდი, მიყვარს ბაღში ფუსფუსი, მიწასთან კონტაქტი და ვნახე ჟანგიანი დანა, რომელიც რა თქმა უნდა იქ არ იყო, რადგან ის ადგილი ბევრჯერ მაქვს დასუფთავებული, მაქვს ახლა როგორც ნახავთ ვარდის კალმები ჩადებული და ხშირად მივდივარ იმ კუთხეში და ვიპოვე აი ესეთი რაღაცა. ეს ხო გამორიცხულია, რომ აქამდე ვერ შემემჩნია, ნახავთ ახლა თქვენ თვითონ აი იმ კუთხეს. აი, ჩემო კარგებო, რაზეა ლაპარაკი, აი აქ ქილაში მაქვს ვარდები დაკალმებული, მოვდივარ, ვამოწმებ, ვნახულობ და ყველაზე დიდი ერთი კვირის ამბავია ეს, აი ქილის უკან ეგდო ეს დანა. მეკეთა ხელთათმანები, როცა ბაღში უმუშაობ და რა თქმა უნდა მოუკიდე ხელი ხელთათმანით, გადმოვწია აქ, რო უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო. აქვს წრე მარილით, საათის ისრის მიმართულებით ყვრით მარილს, თუ რამე მსგავსი აღმოაჩინეთ და რა თქმა უნდა, ამას მე გავანეიტრალებ, კიდე დავამუშავებ. მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რომელ რეგვენს მოუვიდა თავში აზრად ჩემთვის ეს გაეკეთებინა. უბრალოდ არარეალურია და სასაცილოა, როდესაც პრაქტიკოს პროფესიონალს რამე მსგავს გაუკეთებ და იმის იმედი გაქვს, რომ ან მალე ვერ ნახავს, ან ვერ გაანეიტრალებს, ან უკან არ გამოგზავნის იმ ნეგატივს, უარყოფით ენერგიებს, რაც ამ დანას ახლავს. ეს არის წარმოუდგენელი, ვიღაცა ძალიან როგორც ჩანს სულელი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით და არაპროფესიონალი, რომ მე გამიკეთა ეს. აი ეს არის ჩემო კარგებო ქუჩის მხარე. ღობიდან არის გადმოგდებული. ვიღაცა მეტყობა იფიქრა, რომ დიდხანს ვერ ვნახავდი, ან ჩავარდებოდა ისეთ ადგილას, სადაც ვერ დავინახავდი, მაგრამ მისდა საუბედუროთ, მე ჩემ ვარდის კალმებს ვამოწმებ ხოლმე და როგორც თქვი, მაქსიმუმ ერთი კვირის ამბავია. მეტი არა. და თქვენთვისაც მინდა გაკვეთილი იყოს, რომ შეამოწმოთ ხშირად, ვინცაც კერძო სახლი გაქვთ და ეზო, ან ვინც რაიონში, სოფლებში ცხოვრობთ, აი ეს თქვენი სივრცე, ანუ ღობეები, ღობეს ნაპირები კარებთან, ესეთ ადგილებში შეამოწმოთ ხოლმე და თუ კი რამე მსგავს აღმოაჩენთ, თუ კი იპოვით ისეთ ნივთს, რაც არ უნდა იყოს, და ამაზე ადრეც მაქვს ვიდეო ჩაწერილი. აუცილებლად პირველ რიგში, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მარილი მოაყარეთ საათის ისრის მიმართულებით წრიულად. ის ადგილი გაანეიტრალეთ, დატოვეთ იქ, მიაფარეთ რამე, რომ ვიღაცამ არ აიღოს და მერე თქვათ, თუ გაქვთ საშუალება მიმართოთ პროფესიონალს, თუ არა და ეს უკვე მარილში გამოყვანილი, ანუ მარილით განეიტრალებული ჯადო, ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს, გაიტანეთ ეზოდან, სახლიდან, ცელოფნით, რაიმე ისეთ საგანში გადახვეული, რა თქმა უნდა ხელთათმანებიც, რომ ხელზე არ შეგეხოთ და გამდინარე წყალში გადააგდეთ. ეს არის ყველაზე მარტივი გამოსავალი, მაგრამ რა თქმა უნდა, სასურველია მიმართოთ პროფესიონალს და მან გაანეიტრალოს.